მივაგენი იმ ვიდეოებს, სადაც უკვე გვაქვს პატარ-პატარა არაბული დასახლებები, თუნდაც ბაზალეთის ტბაზე და ეს არის და ბევრი რეკლამა მათ შორის რა, რომელიც ამბობს, რომ $1400 კვადრატი ესა და ჩვენ არ გვხვდება და უკვე რეალურად არის პრობლემა ალექსის ქუჩაზე, სხვადასხვა ეს პრობლემა რაღაც ამბავში თავს იჩენს, ირანელები, არაბები და სკოლაში დავდიოდი იქვე და მახსოვს ეგ ამბავი უკვე სკოლა დამთავრდა 19-ში. მარჯანიშვილს ეძახიან არაბების ქუჩას. ეგ დიდი პრობლემა ასევე რა, რომ თურქულ ნაწილზეც მინდოდა მე საუბრა რა, როდესაც ჩვენი აველაშვილი აველაშვილი ჩადის იმაში თურქეთში და პირველ საკითხად ერდოღანთან 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლის დღეს პირველ საკითხად ერდოღანი უყენს 30000 თურქი მესხიცი რა ხელ ჩაგისახლო და არა ეს წევს იმ საკითხს ქართველი რომ მოშკის ტაძარი აღვადგინოთ მაგალითად ეგეც პრობლემა არის ესეც პრობლემა არის ისიც რომ მარჯანიშვილზე და მე ზოგადად არ ვეწინააღმდეგები იმას რომ კაცო არც ინვესტიციას ეს ინვესტიციას რა თქმა უნდა ესეთი ინვესტიცია წარმოუდგენელი კარგი როგორ შეიძლება იყოს და მაგას მithყოთ რომ გასაჯაროდეს და ამ შემდეგ მაგრამ იცი რა არის არ ვეწინააღმდეგები რაღაც კაფე გახსნა ისა მაგრამ როდესაც გამზირს აღმაშენებლის გამზირს ათათურქს ეძახის ვიღაცა და იქ არის ხოჭოს მე გამიგია ჩემი ყურით რომ საუბრობენ ერთმანეთში და ათათურქ ვინც იცოდა თურქულიდან ნათქვამი აქვს ჩემთვის რომ ათათურქზე ვართო ვიღაც ტელეფონზე საუბრობდა და რატო ეძახიან არა ეს ეძახიანო რა ნუ ათათურქს თავის ძირითად ქუჩას რა იმიტომ რომ სულ ისინი არიან დასახლებული აღმაშენებლის თურქი ქვია მგონი უხერხული არის საქართველოში და მე არ მინდა რომ ეს პროცესი უფრო წინ წავიდეს რა მე არ მინდა რომ რუსული დასახლებები იყოს ამ ქვეყანაში მე არ მინდა რომ ბინადრობა ეს მარტივად აიყო და ენის სწავლის ელემენტარული ენის სწავლის ის თარგმნით ვალდებულება ასე ვთქვა და ენის სწავლა არ იყოს სადმე გაწერილო თუ მუშაობ აქ კეთილინება და ესენა ისწავლე კეთილინება და რაღაც პირობებს დათანხმდი და მე არ მომწონს ის რომ რა ვიცი ქართველების ჩანაცვლების პოლიტიკა რო გაგრძელდეს და მე არ მომწონს ამ ინვესტიციას დავბრუნდები ისევ პირველ რიგში ჩვენ მოთხოვნა რაც არის ნუ ეს არაბული ქალაქები არ გვინდა ჩვენ ამ ფორმით რომ ქართული ოცნებისგან ვითხოვთ გამჭვირვალეობას აი წარმოგიდგენთ სადამე მე სუვერენიტეტის დაცვას მე მგონი რომ ქართულმა ხალხმა ამ პირობებით უკვე რომ 60-ზე მეტი ესენი ჩასახდებიან სერბეთის მაგალითი არის რომ იქ შეკვედნენ სერბების და ინდოელები და ჩინელები დაასაქმეს და აქაც სამუშაო ჯარის ჩანაცვლება არის და ისედაც ესე დემოგრაფიული პრობლემა რო გვაქვს რომ მიგრაცია დიდი შობადობა ნაკლები მე მგონია რომ უარს ეთქვის ქართული ხალხი მეც უარს